მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ს მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიურ პროგნოზს და საუბარია 17-23 მარტის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. პირველში მოგცეთ ყურადღება რომ დედამიწა ჯერ კიდევ დადებით ენერგოველში, რაც კარგია და ხელს უწყობს აი ამ რთულ პერიოდში ჩვენ ახლა გავდივართ მოგესალმებათ დაბნელებების დერეფანს. მზის და მთვარის დაბნელებებს შორის ვიმყოფებით და აქედან გამომდინარე აი ეს დედამიწის პოზიტიური ენერგოველი შედარებით გვიმსუბუქებს აქ სხვადასხვა სახის პრობლემების წარმოქმნის, კონფლიქტების წარმოქმნის ტენდენციებს და მეტნაკლებად გვაძლევს იმის საშუალებას რომ სტაბილურად გავიაროთ ეს პერიოდი, მაგრამ რადგან მაინც გავდივართ დაბნელებების დერეფანს, სიფრთხილე წინ დახედულობა არ უნდა დაგვავითქდეს. ესეც მნიშვნელოვანია და 20 რიცხვი 20-ში რა ხდება 13 საათზე 3 წუთზე მზე გადავა სწორედ უკვე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. აი ამ დროიდან დაიბადებიან უკვე ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ბავშვები, ხოლო 13 საათზე 2 წუთზე ჯერ კიდევ თევზების ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან. ვერძის ზოდიაქოში გადასვლა 20 რიცხვში მზისა განავითარებს ადამიანებში უახლოეს ერთ თვის განმავლობაში მეტ ენერგიას, აქტიურად მოქმედების უნარს, მებრძოლ სულისკვეთებას, კომუნიკაბილურობას, გონებამახვილობას, ლიდერულ ორგანიზატორულ თვისებებს, უშიშარ ხასიათს, თუმცა ამავდროულად განავითარებს სულსწრაფობას. სიჯულდეს, ფულის ხარა თუ ხარვისადმი და კამათისადმი მეტ მიდრეკილებებს, ეგოიზმს ვერდის. ეს ორივე ტენდენცია თვალსაცემი იქნება, თავარია რომ თქვენ უარყოფით თვისებები არ გამოავლინოთ და იოკოთ მეტად საკუთარ თავში, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორები. ამავდროულად აღვნიშნოთ, რომ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის საინტერესო მოვლენებია. დაუბრალ სკოლის ვერძისთვის იქნება რასკოლა ძალიან კარგი კვირა, იმიტომ რომ მზე გადადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, ახლა მთავარი ფავორიტი უკვე 20 რიცხვიდან ვერძის ზოდიაქოა და ვერძები იგრძნობენ, რომ მათი ენერგოტონუსი აშკარად მატლობს, იმუნიტეტი უფრო მზარდია. ამიტომ ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური ენერგიული ინიციატივიანი მზადყოფნაში, უკვე სარისკო მოქმედებებისათვის, რომ კარგად უნდა იყოს მოფიქრებული ეს სარისკო მოქმედებები და აქ ახალი იდეები, ახალი პროექტები, მათი რეალიზაციის განხორციელების დრო მოდის, ახალი ნაცნობთა წრე შეიძლება შეიკრას, აქ შეიძლება გარეგნული იმიჯიც კი შეიცვალოთ. ეს ის პერიოდია, რომელსაც ხელს უწყობს იგი პროფესიონალ, სულიერ თქვენს განვითარებას, პირადი ურთიერთობაც უფრო მეტად დაალაგდება, მოწესრიგდება, ძველი პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა მოგეცემათ, ამიტომ ნელ-ნელა გააქტიურდით და უკვე აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეწყება თქვენთვის ძალიან საინტერესო ვარსკვლავური პერიოდი. კარგია თქვენთვის 20 მარტის დღე და რიცხვი და არ ვარგათ 17 და 22 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, მოიტავნიშოთ, რომ თქვენი საცოცხლო პოტენციალი, მოდი ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტაბილურობას, ამიტომ ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ საქმიანი აქტიურობა გამოავლინოთ. ეს პერიოდი ხელს უწყობს სხვადასხვა სახის სიტუაციების სასიკეთოდ შეცვლას და ამასთან ერთად თქვენი სურვილების რეალიზაციის შესაძლებლობაც მოგეცემოთ, კარგად ხედავთ პერსპექტივებს მომავალი ტენდენციებისა ან მოვლენების, რომელიც ხდება თქვენ სირგლივ. თქვენი მოქმედება საკმაოდ ასე ვთქვათ მყარია, სტაბილურია და ამასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ ადვილად დაარწმუნოთ სხვა ადამიანები თქვენი იდეების მართებულობაში. ეს ის პერიოდია, რომელსაც უფრო მეტად შესაძლებელია მეგობრული კონტაქტების გაბრმავება, მეგობართან მხრიდან დანადგომის მიღება, დახმარების მიღება და სხვა სასწაულების გამოვლენა. ინტერესი თქვენი ეზოთერული კოსმიური საკითხებისადმი, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის სფეროებისადმი ასევე გაიზრდება. მაგრამ ერთი რამ მნიშვნელოვანი უნდა გაითვალისწინოთ. ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ენას კვილი უნდა დააჭიროთ, საიდუმლო უნდა დაიცვათ, რას აპირებთ, სადმედი ხართ, რა გეგმები გაქვთ, ეს ყველაფერი არ გათქვათ და ისე იმოქმედოთ. მაშინ იქნებით უფრო წარმატებული. კარგია თქვენთვის 18-23 მარტის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 20 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, მოიტავნიშოთ, რომ ეს პერიოდი გაცილებით უფრო პოზიტიურია წინა პერიოდისგან განსხვავებით და უფრო წარმატებულია. მათ შორის პირად ცხოვრებაში ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აუჩნდეს ახალი სასიყვარულო კონტაქტების წინაშე ან ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ, გარკვეული პერსპექტივები გაჩნდებიან ფინანსურ საკითხებში, ბიზნეს სფეროში, თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ გაუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, სხვილი საყიდლების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანიან, დაიწყოთ რაღაც ახალი საქმე მნიშვნელოვანი, პროფესიონალურ სფეროში შეიძლება ახალი პერსპექტივები იყოს ძალიან საინტერესო, რაც ხელს შეუწყობს სწორედ მატერიალურ
მდგომარეობის გაუმჯობესებას და თქვენ ყოველთვის ზატკუბნაში იქნებით სხვათა დახმარებისათვის. მათ ეხმარებით როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად, რაც ერთიურად წევს თქვენს რეიტინგს საზოგადოებაში და უფრო მეტიც ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ ხდებით უფრო მეტად თავისუფლების მოყვარე და სხვასაც არ უკეთავთ ამ თავისუფლებას. რის გამოც მეორე პოპულარობა რადიკალურად მატლობს საზოგადოებაში. ეს არის რეფორმების პერიოდი. უკვე იფიქრეთ ახალი საქმე, ახალი პროექტი, ახალი გარეგნული იმიჯი, რაღაც სიახლეების შემოიტანეთ, სპონტანურად იმოქმედეთ, მაშინ უფრო მეტად წარმატებული იქნებით. Ყველას კარგია თქვენთვის 18-22 მარტის დღეები და ეს რიცხვები, გასვიხდი, ყველას კარგია 21 მარტის დღე და რიცხვი და არ ვარგა 17 და 23 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კირჩხიბებს, მოდი ავნიშოთ, რომ კირჩხიბთა ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, ამიტომ ეს პერიოდი ხელს უწყობს აქტიურ მოქმედებას, ინიციატივის გამოვლენას, ინტუიციის ზრდა ხელს უწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას და სწორი ნაბიჯების გადადგმას. ეს ის პერიოდი, როცა როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ორგანიზატორი კარგად წარმოაჩენს თქვენს მონაცემს, თქვენი იდეები იქნება საკმაოდ მისაღები საზოგადოებისთვის და პატივისცემასაც დაიმსახურებთ საზოგადოებაში, კოლეგებს შორის, ხელმძღვანელებს შორის, მეგობრებს შორის. შეიძლება ახალი თანამდებობის წინაშეც კი აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი. ამიტომ რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ეს მეტად ხელს შეუწყობს თქვენი პროფესიონალიზმის ზრდას და სწორედ კარიერულ წინსვლას. აი ამ კუთხით ეს პერიოდი იქნება ფრიად ნაყოფიერი და მეტად წარმატებული. კარგია თქვენთვის 18-22 მარტის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 20 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენი ენერგოტონუსი აშკარად მოემატებს. თქვენ უკვე გრძნობთ, რომ გემატებათ ენერგია, ანუ შრომისუნარიანობა, ნებისმიერ მოთმინება, შეუპოვრობა, თქვენ უფრო კარგად შეძლებთ თქვენი ამბიციების რეალიზაციას, მათ შორის პოლიტიკურ სფეროში, საზოგადოებრივ საქმიანობაში, უფრო მეტიც სხვისი ინტერესების დაცვაც შეგიძლიათ და მათი ინტერესების რეალიზაციაც, რაც კიდევ მეტად გაზრდის თქვენს წარმატებებს, მათ შორის ძალიან კარგი პერიოდია უკვე მგზავრობისთვის, მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისა და ერთობლივი შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობისათვის, უცხოეთში მივლინება, უცხოეთში სწავლა, თუნდაც ჩვეულებრივი მოგზაურობა, ეგ გაგაცნობ ძალიან საინტერესო ადამიანებს. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი უკვე იქნებით ფრიად აქტიური, ენერგიული და მეტად დაიმსახურებთ პატივისცემას საზოგადოებაში. კარგია თქვენთვის 21 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 19 მარტის დღე, უფრო მეტ 18 მარტის დღე, სამშაბათია 18 და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღმოჩნდეთ, რომ საკმაოდ პოზიტიური დინამიკური პერიოდია, იმიტომ რომ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, შრომისუნარიანობა, ნებისმიერ მოთმინება, შეუპოვრობა, სათანადო დონეზე და ხელს უწყობს იდეების რეალიზაციას, პარტნიორულ თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული თანამშრომლობა, გინდათ ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობა, გინდათ საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობა, რაც უფრო მეტად სტაბილურია, ეს ხელს უწყობს თქვენს წინსვლას და განვითარებას. მოულოდნელი მგზავრობა, მოგზაურობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, სასიამოვნო სურპრიზების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ეს პერიოდი ხელს უწყობს გაფართოებას თქვენი საქმიანი კონტაქტების, ახალი იდეები, ხელშეკრულებები შეიძლება წარმოიქმნას ამ პერიოდში და სასიამოვნო ტრანსფორმაციები მოხდება თქვენს ფინანსურ საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს მეტი ფინანსების მიღებას და სხვა შორის მსხვილ საყიდლებსაც კი. ერთ-ერთი, რასაც სამყარო თქვენგან აკითხავს, ენაზე კველის დაჭერას. ანუ ზედმეტს ვილაპარაკებთ და წინ იმაზე, რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ და ასე შეგო. მაშინ იქნებით გაცილებით უფრო წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის 17-22 მარტის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 20 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ენერგოტონუსი აშკარად მატლობს, თვითრწმენას აძლიერებს ეს თქვენში, ამიტომ ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და თქვენი მოდელს თქვა თვითგამოლენის კარგი უნარები წარმოჩნდება აქ. თქვენი გავლენის სფეროს ფართოვდება. ეს ის პერიოდი, რომლის შეობისას თქვენი სცენარის მიხედვით სწორედ წარიმართება იგივე თქვენი ურთიერთობა ერთგული ყოფ ადამიანებთან. თქვენ კარგად გრძნობთ იმ ტრანსფორმაციებს, რომელიც ხდება თქვენს სირბილით, მათ შორის საზოგადოებაში და მას მშვენივრად იღენებთ. და ეს რასაკვირველია, როგორც ახლობლებთან ურთიერთობას შეუწყობს ხელს, ასევე საქმიან წარმატებებს. თქვენ მთლიანად, მოდით ასე ვთქვათ, შეიძლება აქ ზოგიერთ თქვენთაგან იყოს ჩართული ასევე სასკვარულო პარტნიორ ურთიერთობებში და ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს არსებული ურთიერთობების გაუმჯობესება, ზოგიერთისთვის ახალი სასკვარულო სფეროში, ასე ვთქვათ, ღრმად შესვლა, რაც ძალიან დიდ ცვლილებებს გამოიწვევს
თქვენს პირად ურთიერთობებში და საერთოდ თქვენს ცხოვრებაში. ყველას კარგია თქვენთვის 21 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ გა 19 მარტის დღე და ეს რიცხვიც. მორიელი ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება, აქ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გექნებათ იმისა, რომ წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები, ნიჭი და უნარი. აქ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. მაგალითად, მავნე ჩვეებზეც უარი თქვათ. ან ახლებურად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები, ინტუიცია მზარდია, რომელსაც დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ, ასევე მოდით დავუშვით, რომ გაიღვივდება თქვენი მხრიდან კონტროლი თქვენი ახლობლების მიმართ. მთავარია ზედმეტად თქვენს ძალაუფლებას ნუ გამოიყენებთ ამ კუთხით, რათა ამან არ გამოიწვიოს საფასკო რეაქციები და კონფლიქტები. ასევე პარტნიორები დიდ გავლენას მოახდენენ თქვენზე, საკუთარი დაუშვათ სიტყვებით, აზრებით, მოქმედებით, იდეებით, რაც გარკვეულწილად თქვენს სულიერ ტრანსფორმაციასაც გამოიწვევს. ეს პერიოდი უკვე ხელს უწყობს ზოგიერთი იდეის რეალიზაციას, მატერიალური გამორევების გაუმჯობესებას და სხვა სასკეთო ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში. ყველას კარგია თქვენთვის 19-23 მარტის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარ გა 21 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის დაღუდებულებას, გაცილებით უფრო ჰარმონიულია ეს კვირა თქვენთვის, და ენერგოტონუსი უმჯობესდება, იმუნიტეტი მზარდია, ენერგია გემატებათ, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უფრო წარმატებული გავლენის სფერო თქვენი უფრო გაიზრდება, ერული ყოფ ადამიანებზე და ეს ის პერიოდი, როდესაც გონება מחვილობა იქნება ძალიან მდგრადი და ამასთან ერთად მახვილი. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ კარგად ხედავთ ყველა სახის დეტალებს მათ შორის და სწორ სხვა შორის არჩევანსაც აკეთებთ და სწორ ნაბიჯებს დგავთ და მოდი ასე ვთქვათ, პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა რადიკალურად გაძლიერდება აქ. ეს ის პერიოდია, რომელშიც თქვენ შეიძლება მაგალითად იგრძნოთ გემო ძალაუფლებისა. სხვა შორის ინტერესი ფსიქოლოგიის, ეზოთერიკის მიმართ მოიმატებს თქვენში და უმშვენივრად რომ ამიტომ თქვენ შეიძლება უფრო მეტად დაინტერესდეთ კოსმიური საიდუმლოებებით, სხვა შორის კონკურსებში, ლოტერეებში მონაწილეობის მიღება იქნება უფრო წარმატებული. აშკარად ზოგიერთ თქვენთაგანი აღმოჩნდება ახალ რომანტიკულ ურთიერთობებსა და თავგადასავლებში ან არსებულ ურთიერთობებს გაუმჯობესებს, სხვა შორის ურთიერთობები შვილებთან აშკარად გაუმჯობესდება და თქვენ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი აშკარად აწევთ თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. ყველას კარგია თქვენთვის 21 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ გა 19-23 მარტის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნის დაღუდებულებას, პერიოდი ჯერ კიდევ კარგია, ეფექტურობა საკმაოდ მაღალია თქვენი მოქმედებისა, ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, ძალიან საინტერესო შეიძლება საქმეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დამოკიდებულიც აღმოჩნდეთ პარტნიორთა ინიციატივებზე. ეს ტენდენცია არის, რაც შეცვლის ცოტა თქვენს მოქმედების პრინციპებს, მაგრამ მთლიანობაში ეს პერიოდი რო ხელს სკოს პროფესიონალურ და ინტელექტუალურ თქვენ ზრდას, ეს უდავოა. მოულოდნელი მგზავრობის, მოგზაურობის, მოულოდნელი საინტერესო შეხვედრების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ და აქვე აღნიშნოთ, რომ შეიძლება საინტერესო პერსპექტივები გამოვლინდა როგორც თქვენ საქმიანობაში, ასევე ბიზნეს სფეროში. და სხვა შორის აქ უფრო ადვილად მაგვარებთ საყოფაცხოვრებო პრობლემებს. სამშვენია სტაბილიზაცია საოჯახო საათის ურთიერთობებისა, რაც უფრო მეტად გაზრდის თქვენი წინსვლის პერსპექტივებს, პარტნიორული თანამშრომლობისთვის და ასევე საინტერესო ინფორმაციის მისაღებად სწავლისთვის პერიოდი მეტად ნაყოფიერია. ყველას კარგია თქვენთვის 19 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ გა 21 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნის დაღუდებულებას, ერგო პოტენციალი თქვენი აშკარად უმჯობესდება, იზრდება ავტორიტეტი, შესაძლებლობა გავლენის სფეროს გაფართოებისა ერთიორად მატლობს, თქვენ უფრო მეტად შეგიძლიათ საკუთარი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების წარმოჩენა, გამოვლენა, გონებამახვილობის, კომუნიკაბილურობის, სხვა შორის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროში შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ და იყოთ მეტად წარმატებული. ეს პერიოდი უფრო მეტად ხელს სკობს მრავალფეროვან შეხვედრებს, კონტაქტებს, მოლაპარაკებებს, საინტერესო შეიძლება აქ ადამიანები გაიცნოთ, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ძველი საქმეებიდან მატერიალური დივიდენდები მიიღოთ, ან რაღაც პროექტებში ჩაერთოთ, რაც იქნება საინტერესო ახალი თქვენთვის და თან ფინანსურად მომგებიანიც. ყველას კარგია თქვენთვის 20 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ გა 18-22 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაღუდებულებას, თევზებო, იაქტიურეთ, ეს კვირა ჯერ კიდევ კარგია თქვენთვის, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა ასევე სათანადო დონეზეა,
ამიტომ ეს ნიშანი უნდა იყოს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, თუ რაღაც პრობლემა, ადვილად გადაწყვეტავთ ამ პრობლემას. აქ მაქსიმალურად ადამიანებს გეხმარებიან და თქვენც ეხმარებით მათ, რითიც თქვენი ავტორიტეტი საგნობად იზრდება ფინანსური კუთხით. პერიოდი ძალიან კარგია. შეიძლება ზოგიერთ სხვათა შორის მატება კონდეს ოჯახში, ესეთ ტენდენციებიც არის შესაძლებელი. მოდი ეს თქვა საყოფაცხოვრებო საკითხებიც ადვილად გადაწყდება. დიზაინი შეიძლება შეიცვალოს თქვენს სახლში და გალამაზდეს. მოულოდნელი საინტერესო შეხვედრების, მგზავრობა მოგზაურობის წინაშე შეიძლება აგვიშეთ. ერთ სიტყვით შეგიძლიათ ძალიან სასიკეთო კორექტივები შეიტანოთ თქვენ ცხოვრებაში და მატერიალური კუთხითაც მეტად გაუმჯობესოთ თქვენი შესაძლებლობები, როგორც ხელმძღვანელი, როგორც ლიდერი, როგორც მეგობარი, იქნებით ძალიან კარგი. ამიტომ ეცადეთ რომ ეს პერიოდი აქტიურად განვლოთ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის პერიოდი, რომელიც უკავშირდება, ოდესმე თქვა 17 მარტის დღეს და ამ რიცხვს და არ ვარგა თქვენთვის 20 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.